გამარჯობა, ეს არის ცოდნის მეყარე პოდკასტი. დღეს სტუდიიდან არ მოგესალმებით სახლიდან და თქვენთვის საინტერესო ამბავი მაქვს მოსაყოლი და ჩემი ბოლო დროინდელი მიგნებების შესახებ მინდა მოგიყვეთ. რეალურად ეხლა მე უნდა ვიყო ინდოეთში, კერძოდ ვიპასანას 10 დღიან კურსზე დუმარებაში. მაგრამ ვარ თბილისში, საქართველოში და მინდა მოგიყვეთ როგორ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ისტორია არ არის იმდენად საინტერესო, რამდენადაც საინტერესოა ჩემი მიგნებები ამ ისტორიიდან გამომდინარე. მოკლედ, ვიპასანას სწავლა დიდი ხანია მინდა და ინდოეთი როგორ მიყვარს, ვინც მიცნობს და ვინც არ მიცნობს, მე მგონი უკვე ყველა მიცის, იმიტომ რომ სუმაგაზე ვლაპარაკობ. ხო და გავაგზავნე ამ ვიპასანას ცენტრში, განაცხადი შევიტანე, ასე ვთქვათ, დამიდასტურეს, ძალიან გამიხარდა, ბედნიერი ვიყავი, უკვე წარმოვიდგინე როგორ გავიარე, კურსი ყველაფერი ჩავამთავრე, ასე შემდეგ და მოკლედ ყველაფერი დავგეგმე. პარალელურად აქვე მინდა ხაზი გავუსვა ერთ საკითხს. რამოდენიმე ფაქტორს მოვყვები, ესე ვთქვათ და მე მივხვდებით როგორ შეიკურება ეგ ყველაფერი. პარალელურად არის ის, რომ მე პოდკასტს ვაკეთებ ფაქტობრივად მარტო. ანუ რას ნიშნავს ეს? მყავს ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მეხმარება მონტაჟში, ასევე პოდკასტ არის, სადაც წერ პოდკასტებს და ისინი მიგზავნიან თვითონ უშუალოდ ეპიზოდს და დანარჩენი რაც შეეხება სტუმრები, თემები, კითხვები, სტუმრების მოძიება, ყველაფერი ეს საკითხები არის შინაარსობრივი ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ მე ვუძღვები მაგ საკითხს. ანუ ეს წარმოსადგინად რამდენი საქმე შეიძლება იყოს კვირიდან კვირამდე. და მოკლედ ეს ვიპასანა გაგზავნილია, პარალელურად ვიცი, რომ რამოდენიმე ეპიზოდი წინასწარ უნდა ჩავწერო იმისთვის, რომ არ გაჩერდეს პოდკასტი, სანამ მე არ ვიქნები საქართველოში. ცხოვრება მიდის, ესე ვთქვათ რა. და პარალელურ რეჟიმში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში, ფაქტობრივად ყოველდღე, რაშიც გვიწევს ცხოვრება, ასევე მსოფლიოში, როგორი დაძაბული სიტუაციებიც არის და ეს ეპსტეინის ფაილები ქვეყნდება. მე ვიღვიძებ 1 თებერვალს და ფაქტობრივად ვერ ვაზროვნებ. ანუ ჩემი გონება არის სრულ ბურუში მოცული, ვერ ვმუშაობ და მხოლოდ რაც მინდა ეს არის სწავლა და არანაირი გადაადგილება, რაც ჩემთვის პირადად ძალიან იშვიათია ესეთი რაღაცები ფაქტობრივად არ მახსენდება რომ ოდესმე დამმართნო და ვიფიქრე რომ კაი ერთ დღეს ცხოვრებაში პირველად მოვუსმეს ხელს სრულად და რასაც უნდა მას გავაკეთებ რა, დავწოვე მთელი დღე და ხვალიდან უკვე აღდგენილი ძალებით შევუდგები საქმის კეთებას, მაგრამ გათენდა მეორე დღე და იგივე ხდება. ნუ მე მაქვს რაღაცნაირი ჩემი ხრიკები თუ პროტოკოლი როგორ შეიძლება ამ დროს გამოვიყვანო ჩემი თავი მდგომარეობიდან, რაც ნიშნავს იოგის კეთებას, მედიტაციას, გერი თერაპიას, არ ვიცი, სივშხაპს, სეირნობას თუ ასე შემდეგ. არაფერმა არ უშველა და მეორე დღესაც მხოლოდ მინდა წოლა. ნუ კარგი, არა უშავს მეორე დღესაც უთხარი ჩემთავს დავწექი. მესამე დღე, მეოთხე დღე, მეხუთე დღე და ფაქტობრივად 1 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით ვარ აბსოლუტურად უფუნქციო. მაგრამ პარალელურ რეჟიმში რა ხდება, ხო? ტელეფონი მაქვს, კომპიუტერი მაქვს, ვეცნობი რაღაცა სიახლეებს, რაც ხდება. აი იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც თავიდან ჩამოვთვალე, ჩემ გონებაში არ წყდება იმაზე ფიქრი, რომ ეპიზოდი მაქვს დასაგეგმი და სტუმრები მყავს, მოსაძებნი და ასე შემდეგ, დასარეკი, მოსაგვარებელი, კითხვების შესადგენი. მე არ შემიძლია, რომ ეს ყველაფერი გავაკეთო. ფიზიკურად არ მაქვს ამის უნარი და გადის მოკლედ ეს 5 დღე, ამაზე ფიქრი და მეხუთე დღეს ცოტათი ვიხედავი თვალებში. მახსენდება, რომ ინდოეთზე ვიზა არის გასაკეთებელი, ანუ ჩვენ რომ ინდოეთში ვიმოგზავროთ, ვიზა უნდა გვქონდეს, შევიტანე ვიზაზე განაცხადი, მომივიდა სხვათა შორის მალე პასუხი და უარია. კარგი არა უშავს ვიფიქრე, მეორედ შევიტან, შეიძლება რაღაც შეცდომა დაუში ფორმის შევსების დროს, მეორედ შევიტანე განაცხადი და მეორეზეც უარია. რა თქმა უნდა, იყო ძალიან დიდი გულის წყვეტა, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა იქ მოხვედრა, იმედგაცრუებაც და ბოლოს როგორც არის, ხო იცით, საკუთარ თავს რო აჯერებ, რომ ეს ყველაფერი ალბათ იმიტომ მოხდა, რომ რაღაც უკეთესი უნდა მომხდარიყო, აი ამის ფიქრში ხარ და ეს გახდა რეალურად ჩემთვის ძალიან საინტერესო ამბავი იმისთვის, რომ გამიანალიზებინა რეალურად რა მოხდა ჩემს თავს. ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია შეიძლება, მაგრამ აი ტვინში რა მოხდა, რატო გავითიშე, რა შეიძლება და ყოფილიყო ამის მიზეზი, რას ნიშნავს ზოგადად ეს ადამიანებს რწმენა რო შემოდის ჩვენში, რომ ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ რაღაცას ან ავერიდი, ან უკეთესი უნდა მოხდეს აქ, სადაც ვარ ეხლა მე. და ამისთვის პატარა კვლევა ჩავატარე, ასე ვთქვათ, რომელიც მინდა რომ ეხა გაგიზიაროთ და იმიტომ მინდა რომ ეს გაგიზიაროთ, რომ თქვენ შეიძლება ამ მდგომარეობაში ხართ და თქვენთვისაც ძალიან საინტერესო იყო რაღაცა კითხვებზე პასუხის მოძებნა. ამიტომ დავიწყოთ.
პირველი პუნქტი, რომელსაც განვიხილავ, რაც ნიშნავს იმას, რომ რა ხდება ტვინში, როცა პარალელურად საკმაოდ ბევრი დაუსრულებელი საქმე მიმდინარეობს ადამიანის თავს, რაც ჩემთვის მაშინ ეგ რეალობა იდგა. როდესაც ერთდროულად ბევრი დაუსრულებელი საქმე გვაქვს, ჩვენს ტვინში ნამდვილი ტექნიკური ქაოსი იწყება. ფსიქოლოგები და მეცნიერებს აქვთ გარკვეული ტერმინები ამის ასახსნელად და მე რამდენიმეს ჩამოვთვლი. პირველი არის ზეიგარნიკის ეფექტი. ეს არის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც მიხედვითაც ტვინს დაუსრულებელი საქმეები ბევრად უფრო კარგად ახსოვს, ვიდრე დასრულებული. ტვინი ამ დაუსრულებელ საქმეებს აღიქვავს როგორც ღია ციკლებს, სანამ საქმეს არ დავასრულებთ, ჩვენი ქვეცნობიერი გამოდმებით გვიკაკუნებს და გვახსენებს მათ. ეს იწვევს შინაგან შფოთვას და იმის შეგრძნებას, რომ რაღაცას ვერ ვაკონტროლებთ. მეორე, ბრაუზერის 50 ღია ტაბი, ანუ კოგნიტური გადატვირთვა. წარმოიდგინეთ, რომ კომპიუტერი, რომელსაც ერთდროულად ჩართულია მძიმე პროგრამები, გახსნილია 50 ვებ გვერდი, პარალელურად ფილმი იწერება, პარალელურად რაღაცას რთავ. ამ დროს, როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში კომპიუტერი ჭედავს რაღაცა სუპერ მონაცემები თუ არა აქვს მას. ზუსტად ესე იმართება ჩვენი ტვინის მუშა მეხსიერებას, working memory ესე ქვია. ჩვენს მუშა მეხსიერებას შეზღუდული მოცულობა აქვს, ყოველი დაუსრულებელი საქმე იკავებს გარკვეულ ადგილს, კომპიუტერის ენაზე შეგვიძლია დაუძახოთ RAM-ი, შედეგად ახალი ინფორმაციის დამუშავება ან რთული ამოცანების გადაჭრა ძალიან ნელდება. მესამე, გადატვირთვის ხარჯი. ადამიანის ტვინს არ შეუძლია multitasking-ი, ანუ ერთდროულად სხვადასხვა საქმის კეთება, პარალელურ რეჟიმში მუშაობა, ხო? ბევრი ადამიანი ამბობს, რომ შეუძლია და ამეთი ამაყობს, მაგრამ სინამდვილეში რაღაცის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი და რეალურად ხდება ენერგიის ხარჯზე, ხო? მეცნიერები ამბობენ, რომ როდესაც ესეთ გადართვები გვაქვს ერთი საქმიდან მეორე საქმეზე ძალიან სწრაფად და თან ის პირველი დაწყებული საქმე არ არის დასრულებული, ჩვენი პროდუქტიულობა დაახლოებით 40%-ით ნაკლები არის ასეთ დროს. განვიხილოთ რა ხდება ქიმიურ დონეზე. კორტიზოლი იმატებს, დაუსრულებელი საქმეების გროვა ტვინისთვის არის საფრთხე, გამოიყოფა სტრესის ჰორმონი, რაც იწვევს გაღიზიანებას და დაღლილობას. დოფამინის დეფიციტია, ტვინი ჯილდოვდება დოფამინით, როდესაც საქმეს ვასრულებთ, ანუ შესრულებულია, ხო? როცა ბევრი რამ გვაქვს დაწყებული, მაგრამ არაფერი არ გვაქვს დასრულებული, ვერ იღებს ტვინი ამ დოფამინს და შესაბამისად თავს გრძნობთ გამოფიტულად და დემოტივირებულად, რაც შესაძლებელია ზუსტად ჩემი გადაწვის მიზეზი გახდა და იმ 5 დღიანი საწოლიდან ვერადგომის ამბავი იყო. ეხლა ჩვენ განვიხილეთ, რომ ის შემთხვევა, როდესაც ბევრი დაუსრულებელი საქმეა. მეორე შემთხვევა, რისი განხილვაც მინდა, ეს არის, როდესაც ვცხოვრობთ აბსოლუტურად არაპროგნოზირებად რეალობაში, ხო? და ჩვენ ვცხოვრობთ არაპროგნოზირებად რეალობაში, არა მოკლედ ქვეყნის დონეზე, არამედ მსოფლიოს დონეზე. არაპროგნოზირებადი რეალობა ეს არის ჩვენი ტვინისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან ევოლუციურად ჩვენი ტვინი ყოველთვის ცდილობს პროგნოზები გააკეთოს, პროგნოზირების უნარზეა დამოკიდებული, ტვინი რეალურად არის რაღაცნაირი წინასწარმეტყველების მანქანა და როდესაც ტვინი ვეღარ ხედავს მომავალს, ის იწყებს გადახურებას. რა ხდება ამ დროს შიგნით? პირველი, პროგნოზირების შეცდომა. ტვინი მუდმივად აშენებს სამყაროს მოდელებს, მაგალითად თუ ამას ვიზავ, ეს მოხდება. როდესაც რეალობა არის ქაოტური, ეს მოდელები ყოველ წამს ინგრევა, ტვინი ამას აღიქვამს როგორც სისტემურ შეცდომას. შედეგი რა გვიდგება? ის იწყებს გააფთრებით მუშაობას, რათა იპოვოს კანონზომიერება იქ, სადაც კანონზომიერება არ არსებობს. ამიტომ ჩდება ხოლმე როგორც წესი ცრუწმენები, კონსპირაციული თეორიები, რომელიც ეხლა კონსპირაციოლოგიებმა ძალიან იხარეს ეპსტეინის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ და რეალურად ხო ტვინს ურჩევნია რაღაც ცუდი რეალობა დაარქვა სახელი, ვიდრე გაურკვეველ მდგომარეობაში იყოს. მეორე, ჰიპერვიგილინურობა. ეს რას ნიშნავს? ეს არის ზედმეტი ფხიზლობა. არაპროგნოზირებად გარემოში ტვინი გადადის საბრძოლო რეჟიმში, ამიგდალა ჩვენი შინაგანი, ასე ვთქვათ, სიგნალიზაცია მუდმივად არის ჩართული. ჩვენი ნერვული სისტემა ასკანერებს გარემოს ნებისმიერ საფრთხეს, ეს იწვევს ფსიქოლოგიურ გადაღრილობას, შეიძლება არაფერს არ ვაკეთებდეთ საერთოდ დღის განმავლობაში, მაგრამ ისეთი შეგრძნება გქონდეს, რომ მთელი ღამის განმავლობაში ფიზიკურად ძალიან ბევრი ვიშრომეთ. მესამე, ეს არის კონტროლის დაკარგვა და ნასწავლი უმწეობა. ეს რას ნიშნავს? ფსიქოლოგიაში თურმე არსებობს ესეთი ტერმინი ნასწავლი უმწეობა, ანუ learned helplessness. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მისი ქმედებები არ ცვლის შედეგს, რადგან რეალობა არის ქაოტური, ან უბრალოდ ადამიანს არ შესწევს იმის ძალა, რომ შეცვალოს დამდგარი რეალობა, ტვინი ამ დროს აბსოლუტურად წყვეტს მცდელობას, ქიმიურ დონეზე ეცემა დოფამინი და სეროტონინის დონე და შედეგი რა გვაქვს? ჩნდება ემპათია, უიმედობის განწყობა და დეპრესია. მეოთხე,
კოგნიტური გვირაბული ხედვა. სტრესი და გაურკვევლობა ავიწროებს ჩვენს აზროვნებას, როგორც წესი, ჩვენ ვეღარ ვხედავთ გრძელვადიან პერსპექტივებს და გადავდივართ მხოლოდ დღევანდელი დღის გადარჩენაზე, გადარჩენის რეჟიმზე. ამ დროს რა ხდება? პრეფრონტალური ქერქი დაგეგმვის ცენტრი, რაც არის თითქმის ითიშება, რჩება მხოლოდ ინსტინქტები და ეს ინსტინქტები რა თქმა უნდა არის ჭამა, ძილი და თავის დაცვა. როგორც ცდილობს ტვინი თავის გადარჩენას, ტვინი ამ დროს აკეთებს კონტროლის ილუზიას, ცდილობს შექმნას კონტროლის ილუზია, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრი ადამიანი მაგალითად, როცა ძალიან სტრესულ მდგომარეობაშია, იწყებს ინტენსიურად სახის ლაგებას, ბევრი აყალიბებს რეჟიმს, მაგალითად, არ ვიცი, ვარჯიშის, კვების, ძილის, კითხვის, ყველაფერი ამ დროს ამას ვიზავ, ამ დროს ამას ვიზავ. ეს რეალურად თავდაცვის მექანიზმია და ძალიან კარგი არის, რომ არსებობს და ამის გაკეთება ესეთ ქაოტურ სამყაროში, იმიტომ რომ ტვინი ფაქტობრივად თითქოს ამ დროს ამბობს, რომ მე შეიძლება სამყაროს ვერ ვაკონტროლებ, მაგრამ მე ჩემს ოთახს, მე ჩემს განრიგს, მე ჩემს დღეს აუცილებლად ვაკონტროლებ და ამ მცირე გამარჯვებებით, ესე ვთქვათ, კორტიზოლის დონეს დაბლავწევთ, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო მეორე და მესამე პუნქტი, რის განხილვაც მინდა, ეს არის, როდესაც ესეთი მასშტაბური მოვლენები ხდება, რაც იყო ეს ეპსტეინის სკანდალი, რაღაცა ომის საშიშროება, მაგალითად რუსეთის და ირანის შორის, ომის საშიშროება, რომელსაც იყენებენ ძალიან ცუდად საქართველოში, დაძაბულობა, ის ლოკალური დაძაბულობა, რამდენი ხანია გრძელდება და არის დღემდე საქართველოში და ერთდროულად ამ დროს ტვინი საქმეებით გადატვირთული აღარ არის და უფრო არის ეგზისტენციალურ შოკის მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში რა ხდება ჩვენ ტვინში, ესეც რა თქმა უნდა პუნქტებად მაქვს ჩამოწერილი და განვიხილოთ. პირველი არის სამართლიანი სამყაროს ჰიპოთეზის ნგრევა. ტვინს სჭირდება სჯეროდეს, რომ სამყარო არის მეტნაკლებად პროგნოზირებადი და სამართლიანი. მაგალითად, ეს ეპსტეინის ფაილების გავრცელების მსგავსი ინფორმაცია ურტყავს ინსულარულ ქერქს, რომელიც პასუხისმგებელია ზიზღსა და მორალის აღქმაზე. როდესაც იგებთ სისტემურ ბოროტებაზე, ტვინი განიცდის მორალურ ტრავმას. ეს ანგრევს უსაფრთხოების განცდას, რაც იწვევს ღრმა ნიჰილიზმს, ან დაახლოებით ესეთი რაღაც შეიძლება გაგიგიათ, ან თქვენს გითქვამთ და მეც მithქვამს, რომ თუ ესეთი რაღაცები ხდება და ამისი შემსრულებლები, ესე ვთქვათ, თავარი გმირები არიან დაუსჯელები, მაშინ რაღა აზრი აქვს რამეს. მეორე პუნქტი ეს არის კოლექტიური ტრავმა და გადამდების ფოთვა. როდესაც ქვეყანაში, ანუ საქართველოში არის დაძაბულობა, ჩვენი ტვინი ამას აღიქვავს არა როგორც ახალ ამბავს, არამედ როგორც პირად საფრთხეს. სარკისებრი ნეირონები აქტიურდება, სუაქტიურია, მაგრამ ესეთ დროს უფრო აქტიურდება, როგორც წავიკითხე და ჩვენ ავტომატურად ვირეკლავთ გარშემოყოფების ფოთვას. ტვინი ასკანერებს სოციალურ ქსელში რა ინფორმაციასაც ვეცნობით, ქუჩაში მაგალითად ხალხის სახეებს და ამ ინფორმაციას პირდაპირ ამიგდალაში უშვებს. ეს იწვევს ზეფხიზლობას და შეიძლება თქვენ თავზეც გაქვთ, ესე ვთქვათ, თქვენ თავზეც შეიგრძნეთ და ან სხვაზე გინახოთ, აი ეს რაღაც მოქოქილი რო ადამიანის სულ დაძაბულ მდგომარეობაში არის და სულ რაღაცნაირად რო ველოდებით ცუდ ამბავს. ეს ფაქტობრივად ანადგურებს ნერვულ სისტემას. მესამე, ეს არის ემპათიური გადაწვა. ტვინს აქვს ემოციური რესურსის ლიმიტი და როდესაც ერთდროულად ვეცნობით ამდენ სიგიჟეს, რაც ხდება საქართველოში და საქართველოს გარეთ, უსამართლობას და ამ სოციალურ კატასტროფებს, ტვინს აქვს თავდაცვითი მექანიზმი, რაც ნიშნავს ემოციურ გაშეშებას. მაგალითად, თქვენ შეიძლება შემეცნიოთ, რომ კითხულობთ, არ ვიცი, რაღაც ძალიან ცუდ ამბავს, მაგრამ ვერაფერს ვერ გრძნობთ და არაფერი რეაქცია არ გაქვთ, მე მაქვს მაგალითად, მე მქონია ეგეთი რაღაცა და ეს ტვინისთვის არის გეუბნება მოკლედ მაგ დროს სიგნალს გაძლევს, ეს მისი დამცველი, რომ მე მეტი ემოციის გადამუშავება აღარ შემიძლია, თორემ გადავიწვევი. ეს არის მისი ფუნქცია. ამიტომ შეიძლება ადამიანები ხშირად ვაკრიტიკებთ ხოლმე და მეც მიქნია ეგ სხვა ადამიანებს, რომ რატო არ გაქვს რაღაცაზე რეაქცია, რატო არ ბრაზდები, რატო არ გწყინს, რატო არ იცინი. რეალურად შეიძლება ადამიანს უბრალოდ აღარ შეუძლია, რომ გამოხატოს ის ემოციები და იგრძნოს, ამიტომ საფრთხილები უნდა ვიყოთ ესეთ დროს, როცა სხვა ადამიანს ვაკრიტიკებთ, რომ არ გამოხატავს რაღაც ემოციებს, ისეც როგორც ჩვენ გვინდა, იმიტომ რომ შესაძლებელია ვიღაც ადამიანებში იყოს ის, რომ უბრალოდ აღარ შეუძლია და ეგ რომ გააკეთოს, გადაიწვევა და გაითიშება. მეოთხე
არის დამსკროლინგი, ანუ დოფამინის ხაფანგი. რაღაცნაირი პარადოქსი არის თითქოს, რომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიგებთ, უბრალოდ რაც უფრო ცუდი ხდება, მით უფრო გვინდა ამ ცუდის შესახებ მეტი და მეტი ინფორმაციის მოპოვება. ეს თითქოს არის ჩვენთვის ის, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, მით უფრო მარტივად შეგვიძლია გადარჩენა. და ის რაღაცა ერთი დეტალი, რომელსაც მივაგნებთ, ის აგვარიდებს საფრთხეს, ან უფრო კარგად გავთვლით საფრთხეს. რეალურად ნებისმიერი ახალი ამბავი, ნებისმიერი ნიუსი, იმის მაგივრად რომ პასუხები გვაპოვნინოს, ხო? ნუ ხანდახან გვაპოვნინებს ხოლმე კიდეც, მაგრამ ძირითად შემთხვევაში გვტოვებ მუდმივი შფოთვის რეჟიმში. რა ხდება, როდესაც მუდმივი შფოთვის რეჟიმი აქვს ადამიანს? ესე იგი, თუ დიდხანს იმყოფება ტვინი ამ მდგომარეობაში, ანუ საინფორმაციო წნეხში, ხდება ჰიპოთალამუს, ჰიპოფიზ, თირკმელზე და ჩირკвლის ღერძის ქრონიკული გააქტიურება. რას ნიშნავს ეს? რას გამოიწვევს? ხდება მეხსიერების გაუარესება, ანუ კორტიზოლის მაღალი დონე აზიანებს ჰიპოკამპს, მეხსიერების ცენტრს, ანჰედონია, ანუ ჩვენ ვკარგავთ უნარს ვისიამოვნოთ წვრილმანებით, რადგან ტვინი მხოლოდ დიდი კატასტროფის მოლოდინზე არის ძირითად შემთხვევაში მომართული და გვაქვს ფრაგმენტული რეალობა, რაც ნიშნავს იმას, რომ გვიჭირს თვლიანი სურათის დანახვა და ცხოვრება გვენჩვენება ქაოტური, ალოგიკური მოვლენების ჯაჭვ. მნიშვნელოვანია ერთი რამე გვესმოდეს, რომ ადამიანის ტვინი ევოლუციურად არ არის იმისთვის შექმნილი, რომ 24/7-ზე რაღაც ინფორმაცია გადაამუშავოს და მიიღოს და რა ვიცი, ამდენი ადამიანის ტკივილი საკუთარ თავზე გაატაროს. იმიტომ რომ ტევადობა რეალურად ჩვენ ტვინს აქვს დაახლოებით 150 ადამიანის და ამაზე საინტერესო რაღაცას წავიკითხავ. მოკლედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარადოქსი, რომლის წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას. ბიოლოგიურად ჩვენ თითქმის ზუსტად იგივე ტვინი გვაქვს, რაც ჩვენ წინაპრებს ჰქონდა, არ ვიცი, 200,000 წლის წინ, ხო? და გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, მილიონჯერ უფრო სწრაფად შეიცვალა. მეცნიერები ამას ეძახიან თურმე ევოლუციურ აცდენას და რას ნიშნავს ევოლუციური აცდენა. წარმოვიდგინეთ ძველი აპარატურა და ახალი პროგრამა. ჩვენი ტვინის ჰარდი, ანუ ანატომია ჩამოყალიბდა სადღაც აფრიკის სავანაში, სადაც მთავარი ამოცანა იყო, რომ უბრალოდ საჭმელი ყოფილიყო, გადარჩენილიყვნენ და გამრავლებულიყვნენ. ძირითადად ტომები შედგებოდა, არ ვიცი, 150 ადამიანისგან და ეს იყო მთელი ინფორმაცია, რისი მიღებაც ადამიანებს მაშინ შეეძლო. დღეს კი დაახლოებით იგივე აპარატურით, რაც მაშინ ჰქონდათ ადამიანებს აფრიკაში, ვცდილობთ, რომ ჩავტენოთ რაღაცა სუპერ ახალი პროგრამა. აი მაგალითად iPhone-ის მფლობელი ვინც არის, ხო? ძველ მოდელებში ახალი iOS-ი, ანუ ის პროგრამა, რაზეც მუშაობს თვითონ ეს ტელეფონი, რომ გააქტიურო ახალი და ახალი, რაღაც მომენტში ტელეფონი ისე ჭედავს, რომ ფაქტობრივად მისი გამოყენება არის შეუძლებელი და იძულებული ხარ, რომ ახალი ტელეფონი იყიდო. მეორე ლეოპარდის სოციალურ ქსელში. ევოლუციურად შიში და შფოთვა იყო სიგნალი, რომ სიკვდილის საფრთხე გვემუქრებოდა. მაშინ ესე გავიგონებდით ბუჩქებში შტიალს, ამიგდალა ჩაერთვებოდა და იყო სიგნალი, რომ ან უნდა გავქცეულიყავით, ან უნდა გავშეშებულიყავით. ეხლა რა ხდება? წავიკითხეთ მაგალითად რაღაც ახალი ამბავი, რომელიმე სოციალურ ქსელში, იგივენაირად ჩაერთვება ამიგდალა, ვერსად ვერ გავდივართ, რადგან რეალურად საფრთხე არის აბსოლუტურად აბსტრაქტიული და ეს სტრესის ჰორმონი, რომელიც გამოიყო, ჩვენს სხეულში რჩება. ტვინი ვერ არჩევს ერთმანეთისგან რეალურად დანახულ მაგალითად რომელიმე მტაცებელს ხოველს და ეკრანზე დანახულ რამე, არ ვიცი, რაღაც პოლიტიკურ ან სოციალურ კატასტროფას, ხო? ორივე ერთნაირად ჩვენ გვამყოფებს საბრძოლო რეჟიმში. და მესამე, ეს არის სოციალური ევოლუციის ჭერი. ესეთი ევოლუციური ფსიქოლოგია არსებობს რობინ დანბარმი, რომელმაც დაადგინა, რომ ტვინს შეუძლია სტაბილური სოციალური კავშირი ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ 150 ადამიანთან. როდესაც ჩვენ ვიგებთ აი ამდენ ამბავს, ამდენი ომის შესახებ, მიმდინარე ომი მაგალითად უკრაინაში, რომელიც ამდენი წელია მიდის, 8 მილიონი ადამიანის ინფორმაცია შემოდის, მაგდენი არა, მაგრამ რაღაც ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანის ინფორმაცია შემოდის ჩვენთან. და ჩვენი ტვინი თურმე მხოლოდ 150 კაცია გათვლილი, რომ მათი როგორ თქვა, ტკივილი გვტკიოდეს, მათი სიხარული გვიხაროდეს და ასე შემდეგ. ალბათ აქ კითხვა გაჩნდება, რომ ხო, მაგრამ განვიცადეთ რაღაცა ევოლუცია და მაშინ რა შეიცვალა, ტვინში არაფერი არ შეიცვალა, მეც გამიშთა ეს კითხვა და ამაზე პასუხი რაც მოვიცი არის ის, რომ შეიცვალა ნეიროპლასტიკურობა და კულტურული ევოლუცია, ანუ ტვინი უფრო მოქნილი გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტვინი ახლა უფრო მეტად არის მომართული აბსტრაქტულ აზროვნებაზე, ვიდრე ფიზიკურ გადარჩენაზე და კულტურული დაგროვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ
ვსწავლობთ არა მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით, არამედ წიგნებით, ინტერნეტით და სხვისი შეცდომებით. და რეალურად პრობლემა ისაა, რომ ბიოლოგიურ რევოლუციას მილიონობით წელი სჭირდება და ტექნოლოგიური რევოლუცია კიდე 5 წელიწადში ერთხელ ისეთი ხდება, რომ რა ვიცი და შეიძლება 5 წელიც აღარ ჭირდება უკვე და უფრო სწრაფად ვითარდება და ჩვენი ქვის ხანის ტვინი უბრალოდ ვერ ეწევა მაგ ყველაფერს და მინდის აი ეს გადაწვარა, როგორც მე მივხვდი და როგორც მე მაძლევს ეს ინფორმაცია ჩემს საკუთარ მდგომარეობაზე პასუხს, რაღაცა უფრო ესე ვთქვათ, პასუხები არის იმასთან დაკავშირებით, რა კითხვებით მე მქონდა და ჩემ მდგომარეობის ახსნასთან დაკავშირებით. ეს რაც ახლა ვისაუბრე რეალურად იყო ყველაფერი რა ხდება ტვინში, როდესაც ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, როგორშიც ვცხოვრობთ და ასევე ვეცადე ფსიქოლოგიურად რა ხდება ამ დროს, ეგეთი გარჩევაც შემოგთავაზოთ. დაუსრულებელი საქმეების შემთხვევაში, როდესაც არის ფსიქოლოგიური დაძაბულობა, კურტ ლევინს აქვს ეგეთი ველის თეორია. ლევინი ამბობდა, რომ ჩვენი ფსიქიკა არის ველი, სადაც ყოველი განზრახვა ქმნის ფსიქიკურ დაძაბულობას. მაგალითად, წარმოიდგინეთ ეს გაჭიმული რეზინი და დაწყებული საქმე არის ამ რეზინის გაჭიმვა და სანამ საქმეს არ დავასრულებთ, რეზინი დაჭიმულია და ენერგიას ვხარჯავთ. ასევე ლევინს ყავდა სტუდენტი, რომლის გვარი იყო ზეიგარნიკი. ამ ზეიგარნიკმა შეამჩნია, რომ ოფიციანტებს მანამ ახსოვთ შეკვეთა, სანამ არ დასრულდება, ანუ არ მიუტანენ შეკვეთას მაგიდაზე კლიენტს, ხო? და მაშინ იხურება ციკლი. და რო წარმოვიდგინოთ, ხო, ფსიქოლოგიურად ეს ჩვენი დაუსრულებელი საქმეები ყველანი არის მოჭიმული რეზინი, ზამბარები, ესე ვთქვათ რა, და რომელიც რეალურად ჭამენ ჩვენს ფსიქიკურ ენერგიას. ასევე გლობალური ქაოსის და აზრის ნების შესახებ ვიქტორ ფრანკლს აქვს ეგეთი ძალიან კარგი რაღაც დაკვირვება, როდესაც საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა, შეამჩნია, რომ პირველები ისინი კი არ კვდებოდნენ, ვინც ფიზიკურად სუსტი იყო, არამედ ისინი, ვინც აზრს კარგავდა. ანუ, როდესაც მაგალითად, არ ვიცი, ეპსტეინის ფაილები, ეს დაძაბულობა, ომი, რაღაცეები ხდება, ჩვენ ვარდებით ეგზისტენციალურ ვაკუუმში და ვივსებით შიშით. გამოსავალი რა გვაქვს აქედან, ხო? ფრანკლი იტყოდა, რომ ადამიანს შეუძლია გაუძლოს ნებისმიერ როგორს, ანუ ტკივილს და ქაოსს თუ იცის რისთვის. ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ალბათ ეს იმიტომ, რომ უკეთესობისთვის მოხდა რაღაც უკეთესი მელოდება აქ. ეს არის სწორედ ფრანკლისთვის აზრის ძიება, რაც ჩვენი ფსიქიკისთვის არის რეალურად გადარჩენის მექანიზმი. და ბევრისთვის საყვარელი კარლ გუსტავ იუნგი თვლიდა, რომ შემთხვევითობები არ არსებობს და შემოიტანა ტერმინი სინქრონულობა. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც უკეთესობისკენ არ გამოვიდა, იუნგი იტყოდა, რომ თქვენი ქვეცნობიერი და სამყარო მოვლენები ერთმანეთთან კავშირშია. იუნგისთვის წმენა არის არა ილუზია, არამედ ფსიქიკური აუცილებლობა. ტვინს სჭირდება სიმბოლოები და დიდი სურათი, რათა ინდივიდმა არ დაკარგოს თლიანობის განცდა ამ ქაოსში. და რა თქმა უნდა, იუნგის თემა დამაინტერესა და ბოლომდე ჩავყევი, რას ნიშნავს ეს სინქრონულობა, რომელიც ერთი სიტყვით შემოვიფარგლე, კარგად გავშიფროთ რა. როგორც გითხარით, ეს შემოიტანა ტერმინი, რომელსაც ქვია სინქრონულობა და რისთვის დაჭირდა, ხო? რომ აეხსნა მოვლენები, რომლებიც ერთმანეთთან მიზეზშედაგებლად ლოგიკურად არ არის დაკავშირებული, მაგრამ აქვთ საერთო მნიშვნელობა. ლოგიკა ასეთი ქონდა მას, რომ თუ თქვენ ვერ მიიღეთ ის სამსახური, რომელიც ძალიან გინდოდათ, ან ვერ წახვედით ინდოეთში, რომელიც ასე ძალიან გინდოდათ, ეს არის გარეგანი მოვლენა. და ზუსტად ამ დროს დაიწყეთ სხვა რამეზე ფიქრი, რამაც საბოლოოდ თქვენს მოწოდებასთან მიგიყვანათ, შინაგან მდგომარეობასთან. და ეს შემთხვევითობა არ არის ის ამბობს, რატომ ხდება ესეო და იუნგი თვლიდა, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული ერთიანი სამყარო, სადაც მატერია და ფსიქიკა ერთი მთლიანობა არის. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ რაღაცამ გადამარჩინა, იუნგი იტყოდა, რომ ჩვენმა ქვეცნობიერმა იცოდა ის, რაც თქვენმა ცნობიერმა, ანუ ლოგიკურმა ნაწილმა ვერ დაინახა და მოვლენები თქვენს შინაგან საჭიროებებს დაემთხვა. იუნგს ასევე სჯეროდა, რომ ფსიქიკა არის მომავლისკენ მიმართული და აი რაღაც მუხის თესლის მეტაფორა შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ მუხის თესლში უკვე დევს ის გეგმა, როგორ უნდა გახდეს ის მუხა და იუნგის აზრით ფსიქიკაშიც დევს ჩვენი საუკეთესო ვერსიის გეგმა. როდესაც რაღაცა არ გამოდის, ეს არის ფსიქიკის მცდელობა და გვაუბრუნოს ჩვენს ჭესმარიტ გზაზე. იუნგისთვის წმენა, რომ
ეს უკეთესობისთვის მოხდა, არის იმის აღიარება, რომ ჩვენი თვითობა უფრო ჭკვიანია, ვიდრე ჩვენი ეგო, რომელიც ახლა იმედგაცრუებულია. ეს თვითობა შეგვიძლია self-ს ამბობენ დღეს, არ ვიცი კიდე როგორი ტერმინოლოგიით შეიძლება განსაზღვროთ, მაგრამ ის უფრო ჭკვიანია, ვიდრე ჩვენი ეგო, რომელიც ახლა იმედგაცრუებულია, ჩემი მაგალითად, რომელიც ინდუეთში არ არის. ინდივიდუაცია, იუნგისთვის ეს არის თulis რომ თავარი ამოცანა არის ადამიანის პროცესის, ცხოვრების პროცესის და ეს არის პროცესი, როდესაც სინამდვილეში ვხვდებით ის, ვინც ვართ, ხო? ამ გზაზე ეს დაბრკოლებები და წარუმეტებლობები არის აუცილებელი ინგრედიენტი. იუნგის აზრით სამყარო და ჩვენი ქვეცნობიერი ხშირად გვიწყობს რაღაც ხაფანგებს, მარცხებს, რათა დავამსხვრიოთ ძველი არასწორი წარმოდგენებები საკუთარ თავზე. ამიტომ ეს ფრაზა, რომ ეს იმიტომ არ გამოვიდა, რომ რაღაცას გადამარჩინა, ხო? იუნგის აზრით შეგვიძლია ესე ვთქვათ, რომ ჩემმა თვითობამ დაბლოკა ჩემი ეგო, არასწორი სურვილი, რათა ჩემი ნამდვილი ბუნება გადაერჩინა. ეს არის ჩემი ახსნა-განმარტება ჩემ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც მგონია, რომ საკმაოდ საინტერესო არის. რეალურად ეს ჩემი პატარა მაგალითი შეგვიძლია გამოვიყენოთ და ძალიან ბევრი კუთხით დავინახოთ რეალობის ახსნა, რომელშიც ახლა ჩვენ ცხოვრობთ. მე პატარა მაგალითები სხვა რაღაცებზეც მოვიყვანე, მაგრამ არ მინდა კიდევ რაღაცებს შევეხო. მგონია, რომ საფიქრალი დრო დერეფანი უნდა დავტოვოთ ამ ყველაფრის მერე, რომ თვითონ ჩვენგანი დავფიქრდეთ და გავანალიზოთ. სხვა ადამიანებისკენ აღარ გავიშვიროთ თითი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ესეთ ფსიქოლოგიურ თუ მენტალურ პროცესებს გადიან ადამიანები სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით და არ ვიცი, იმედია საინტერესო იყო, იმედია დაგეხმარებათ და მადლობა, რომ მომისმინეთ. არ დაგავიწყდეთ საინტერესო რაღაც. ვაკეთებთ ვალენსიაში რეტრიტს, ცოდის მოყარე პოდკასტი და რეტრიტ თბილისი და რატო არის საინტერესო ეს რეტრიტი? რეტრიტის მთელი კონცეფცია არის ის, რომ იქ დამსწრე ადამიანი არ ქონდეს არანაირი საზრუნავი. ანუ ყველაფერს ვიღებთ ორგანიზატორები ჩვენ თავზე. თქვენ უბრალოდ იხდით გარკვეულ თანხას აქ მონაწილეობისთვის და 7 დღის განმავლობაში თქვენი საზრუნავი არაფერი არ არის. არც ჭამა, არც დასვენება, ყველაფერი გამზადებული არის, ესე ვთქვათ და ამას თავაზობთ ჩვენ, რომ რაღაცნაირად გავჩერდეთ, ის არ დაგვემართოს, რაც მე დამემართა ამ დღეების განმავლობაში, არ გადავიწვათ ბოლომდე, იმიტომ რომ გადაწყვეტ ნიშნავს, რომ სხეულს აღდგენისთვის სჭირდება საკმაოდ დიდი დრო და ხანდახან ყოველდღიურობაში ეს აღდგენის დრო არც არის და ავტოპილოტზე გადავდივართ და ისევ ცხოვრობთ და ჩვენ გთავაზობთ, რომ აი ცოტა ხანი მოვეშვათ, მოვდუნდეთ, აღვიდგინოთ ძალები, ჩავიხედოთ, შიგნით რა ხდება, იმიტომ რომ თერაპიული პროცესები არის დაგეგმილი საკმაოდ ბევრი და ამ შიგნით ჩახედვის შემდეგ და დამშვიდების შემდეგ უკვე დავუბრუნდეთ იმ ყოველდღიურობას, რომელშიც ცხოვრობთ და მოღვაწეობთ. ძალიან საინტერესო იქნება ესპანეთში, ვალენსიაში, ევროპაში სპეციალურად გავაკეთეთ იმიტომ რომ ცოტათი კიდე უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო ადამიანებისთვის იქ დასწრება და არ გავაკეთეთ მაგალითად აზიაში, რომ ბევრად უფრო ძვირიშდება ფრენა და ასე შემდეგ. თუ რამე კითხვები გექნებათ, მომწერეთ ცოდნის მოყარე პოდკასტის სოციალურ ქსელებში, გაგცემთ პასუხს. ვიდეოს აღწერაში, ამავე აღწერაში იქნება თვითონ რეტრიტის ლინკიც, სადაც გადახვალთ და ინფორმაციას აბსოლუტურად ყველაფერზე მიიღებთ. ადგილები არის შეზღუდული, ამიტომ გირჩევთ, რომ იჩქაროთ, თუ გინდათ ჩვენთან ერთად ყოფნა და ამ საოცარი გამოცდილებების მიღება და მომავალ შეხვედრამდე. და კიდევ ცოდნის მოყარე პოდკასტის საინტერესო წამოწყება არის, რომელიც წინა ეპიზოდში დავაანონსე, მაგრამ აქაც კიდევ ვიტყვი. ისი ლინკიც, ვებგვერდის ლინკიც არის აღწერაში. შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაიცნოთ ამ ძალიან საინტერესო ამბავს, რომელსაც დიდი ხანია ვაკეთებდი და ბოლომდე ჯერ არც არის ისე სრულყოფილად მიყვანილი, მაგრამ უკვე ძალიან საინტერესოა. მადლობა.